შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო სადდება სტუდია კოცის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელი კობა ცხაკაია. პროექტის რედაქტორი ნინო ჩხიკვიშვილი. თბილისი 2025 წელი. ალექსანდრე ქუთათელი, პირისპირ, რომანი 2 ტომად და 4 წიგნად. პირველი ტომი, წიგნი პირველი. ნაწილი პირველი. სოფლიდან სადგურამდე მე-6 პირველი. უნდა გენახა რასა გავს ეს ძირმაგარა ხარის თვალივით მაჯდა ყურწუმელის ნეშო დავადევი დავამწიფე და მერე დანის წვერი თავხიე. გოჯასპირ. მატარებელი დილის 10 საათზე მოდიოდა სადგურზე და კორნელი კარისმერეთიდან ადრიანად უნდა გასულიყო ვექილ ესტატე მაყაშვილის შესახვედრად. შვილის გაღვიძება არ დასჭირვებია ტერეზას. გარიჟრაჟამდე თვითონვე გაეღვიძა. შვაღამე კარგახანია გადასულიყო. სოფელს ჩასძინებოდა და ჩამიჩუმიც კი არ ისმოდა. სიჩუმეს მხოლოდ მდინარის გრიალი და მამლების ომახიანი ყივილი არ ღვევდა. ბოლოს მამლების ყივილიც მისწყდა. როდესაც კორნელის ისევ გამოეღვიძა, განთიაც მოეღწია კიდეც. აღმოსავლეთით თანდათან იღვიძებდა რიჟრაჟი. ბოლოს ზეკარიდან ძოწისფერი მზე ამოგორდა. სხივი დაარჭო ხანჯალივით ხანისწყალს და აბრიალდნენ მდინარის პირას ჩარაზმული ბროწეულის ყვავილები. კორნელიმ საჩქაროდ ჩაიცვა. ნასაუზმებს ბიძა ოტიასგან ნათხოვარ, ახლად გახედნილ კვიცზე, კუკურიზე შეჯდა. აგოია დედის ფაშად ცხენზე ხაბარდულაზე შესვეს. კორნელის მიხაკისფერი ფრენჩი და გალიფე ეცვა, აზიური ჩექმა დეზებით. თავზე წითელ ყალმიანი ქუდი ეხურა, ხმალი და ტყავის ბუდეში ჩაგებული ნაგანი ეკიდა. ერთი სიტყვით ნამდვილ ოფიცერს გავდა და არა ჯარისკაცს. აგოიას კი პაკიჭები და წუღები ჩაეცვა. თავზე ჭილის ქუდი დაეხურა, ხოლო მწყემსის ჩანთის ნაცვლად მოხარშული ქათმით, ხაჭაპურითა და ხილით სავსე, ექიმის მხეიძისეული სანადირო ჩანთა გადაეკიდნა. რკინიგზის სადგურამდე კარგა დიდი მანძილი იყო და საგზალი დასჭირდებოდათ. ტერეზამ სათიბის ბოლომდე მიაცილა შვილი. ორღობეში გავიდნენ. დაღმართი რომ გაიარეს, კორნელიმ უკან მიიხედა. მაღალგორამდე გორაკებია და ერთ მათგანზე სოფელი ზედაზენი. კორნელის დედული მდებარეობს. ვეება ქოლგებივით გაშლილ ცაცხვებს შორის ეკლესია მოჩანს. მის გალავანში მარხიან ცნობილი მემამულენი, ტერეზას დედმამა, ხოლო კორნელის პაპადიდედა, დარბაისელი და ტკბილი დედუა, ასე ეძახდნენ შვილიშვილები დიდედას, დედულს კი დედულეც. დინარის გაღმა, დაკავებულ ადგილას, კარისმერეთის ბაზარია. ორი პარალელური ქუჩა, დუქნებით და მოედნებით. იქვეა სკოლა, თეატრი, ფოსტა, აფთიაქი და საავადმყოფო. ბაზრობა იყო. მოედანზე ჩალვადრებთან და ურმებთან ხალხი ირეოდა. ჩაბალახის მაგივრად თავი ზოგს ჩორით წაეკრა. ზოგს კი ჩოხის მაგივრად ხამი ჩითის დაკონკილი ხალათი და შარვალი ჩაეცვა. ზოგს უაზრო თვალებით ციებიანის ყვითელი სახე, სისხლისაგან დაშრეტილი, გატანჯული და ნაშიმშილევი სახე ჰქონდა. გლეხთა შორის უფრო ჯანსაღად
ფრონტიდან დაბრუნებული ჯარისკაცები გამოიცქირებოდნენ. ჯარიდან მათ მაზარა, სახაზინო ტანისამოსი ჩამოჰყოლოდათ, თუმცა ჯარისკაცებსაც დასტყობოდათ შიმშილის სუსხი. კარისმერეთში უმთავრესად მევენახეობას მისდევენ. სიმინდის ნაკლებობა აქ ყოველთვის საგრძნობი იყო, მაგრამ ომიანობის ჟამს ძალზე შემცირდა სოფლის მუშახელი და მიწის დიდძალი ფართობი დაუმუშავებელი და ხელუხლებელი იყო. მემამულეთა მიწებზე მოწეული ჭირნახულის მესამედი არ ყოფნიდათ გლეხებს. ახლა ფრონტიდან დაბრუნებულიც სარჩენი გახდომიათ. ქვემო იმერეთიდან და სამეგრელოდან მოტანილი ცოტაოდენი სიმინდი კი ძალზე ძვირად ფასობდა. პური, სიმინდი, ნარმა, საპონი არ იშოვება და თუ გამოჩნდა ცეცხლის ფასადღირს, ვერ მიეკარები, სჩიოდნენ გლეხები. ფრონტიდან ჩამოსულ ჯარისკაცებს შაშხანები ეკიდათ და ისე დადიოდნენ ხალხში. ერთმა მათგანმა თქვა: თავრობამ კავშირი გაწყვიტა რუსეთთან და პური საიდან გვექნება? მენშევიკების კომისარმა იოაკიმე აბულაძემ შენიშნა: პური აღარც რუსეთში არ არის. გლეხებმა შეძახეს: რუსეთში პურს რა გამოლევს? სწორედ ამ დროს გამოჩნდა მოედანზე კორნელი. ხალხმა ახლა მას დაუწყო ცქერა, მხედარი გასწორდა. ომგადახტილი რაინდივით დაიჭირა თავი. იხტიბარს უტეხდა მხოლოდ ჩამთით და ჭილის ქუდით სანჩო პანსასავით მოჩანჩალე აგოია. მეზობლები, ვაჭრები, მჭედლები, ხარაზები სამუშაოს ტოვებდნენ. თავაზიანად დგებოდნენ და ესალმებოდნენ მხედარს. განსაკუთრებით მოკრძალებით მიესალმა გიგო თავაძის მამა, ჭედელი კალისტრატე. კორნელი ყურის ბიბილომდე წითლდებოდა, როცა ბერიკაცები ღრმა სალამს აძლევდნენ. იოაკიმე აბულაძესთან მოკამათე ჯარისკაცმა იცნო მხედარი და მისი ვინაობით დაინტერესებულ ხალხს განუცხადა: ეს ექიმის გიორგი მხეიძის შვილია. კორნელი და ბატარეიდან წასული ჯარისკაცი რაჟდენ ტურიაშვილი ერთმანეთს მიესალმნენ. რაჟდენმა ოტიამ დივნის ცხენს გავაზე ხელი გადაუსვა, მოსართავები გაუსწორა. მერმე ფაფარზე დაადო ხელი და მხედარს ახედა და შეეკითხა: როდის ჩამოდი? ახლა სხვა ჯარისკაცები მივიდნენ. ჯარისკაცებს გლეხები მიხვნენ და მალე კორნელის გარშემო დიდძალი ხალხი შეგროვდა. ზოგი მობიერი თვალებით შესცქეროდა, ზოგი კი ისე მრისხანეთ თითქოს შეჭმას უპირებსო. კორნელი თვალს ვერ უსწორებდა მათ, უხერხულობას გრძნობდა. ყოველივე ამის გარდა ხალხთან პირისპირ დგომასაც არ იყო ჩვეული. მოხუცი გლეხი ტერეზას ყანის მოზიარე ჯაჯანა მანჯავიძე მომღიმარი სახით შესცქეროდა მას. როდესაც გაიგო კორნელი ბორჯომიდან ჩამოსულაო, კითხა: მართალია ბევრი გერმანელი ჯარი ჩამოვიდაო საქართველოში? ბევრი. მერმე შენ რა გიხარია? მიუგო კორნელიმ. იქნებ გერმანელებმა შემოიტანონ პური საქართველოში. გერმანელები თვითონ დაეძებენ პურს, იმიტომ ცდილობენ ისინი უკრაინის ჩაგდებას ხელში, აუხსნა კორნელიმ. აბა რა გვეშველება? დარდიანად ჩაილაპარაკა მანჯავიძემ. შიმშილით ამოვწყდებით. როგორც რუსეთში ისე უნდა მოვიქცეთ. ჩამოვართვათ მემამულეებს მიწები და ჩვენ თვითონ დავამუშაოთ. აი მაშინ გვექნება პური. ჩაერია საუბარში ჯარისკაცი აბესაძე და კორნელის თვალი თვალში გაუყარა. მერმე გაიღიმა და დასძინა: საინტერესოა რა გუნებაზე დადგებოდი, დედა შენს რომ მიწები ჩამოართვან. ტირილს არ დავიწყებ, მემამულეებს რომ მიწები ჩამოართვან და დაუტოვონ იმდენი, რამდენიც დადგენილი იქნება.
მიწები უთუოდ გლეხებს უნდა დაურიგდეს. შვიდად მიუგო კორნელიმ. ტერეზამ ხეიძეს რა ისეთი მამული გააჩნია, უთხრა რაჟდენ ტურიაშვილმა თავის მეგობარს აბესაძეს. შენ ანანოვის, როსტომ წერეთლის, ოტიამ დივნის მამული უნდა ეკითხო. მათი მიწების ჩამორთმევა მართლაც მესმის. ხო და ცდადა მსჯელობა კი არ არის საჭირო, არამედ ახლავე უნდა მოვკიდოთ მაგ საქმეს ხელი, დასძინა აბესაძემ. წყერისფერ ჩოხაში გამოწყობილი მოხუცი გლეხი ჯაჯანა მანჯავიძე ცდილობდა ჭკუაზე დაერიგებინა ახალგაზრდები. რა ტკბილი ცხოვრება შენ გაქვს მემამულის მიწაზე მუშაობით. ისე შეჩვეულ ხარ შენი სოფლი ცხვის მიწის მორწყვას, რომ უარის თქმასაც ვერ ახერხებ. გაუბრაზდა აბესაძე. მოხუცი შვინდის ორკაპ ყავარჯენს დაეყრდნო. მერმე ჯარისკაც შეხედა და უთხრა: ასეთი გაჭირვებული ცხოვრება არავის არ უნდა, მაგრამ სჯობს დავიცადოთ. ნახოთ რას გადაწყვეტს მთავრობა. იქნებ მართლაც ჩამოართვან მემამულეებს ნორმაზე მეტი მიწები და ჩვენ გადმოგცენ. აკი გამოგვიცხადეს, მალე დამფუძნებელი კრება შეიკრიბება და ყველა საკითხი საბოლოოდ იქ გადაწყდებაო. აშკარად შემარიგებლობას ქადაგებდა ტერეზას დედის, დარეჯან მდივნის მონათლული და ტერეზას ყანის მოზიარე მოხუცი გლეხი ჯაჯანა მანჯავიძე. აბესაძე უტევდა: უცადე დამფუძნებელ კრებას. ვინ ჭკუა იხმარა და ხელთიგდო მიწა შერჩა, შეერგო და ზედ მუშაობას განაგრძობს. ჩვენ იმ გზას უნდა დავადგეთ. წართმევა რა ჭკუა, აკი 7 ქცევაზე მეც ნორმის მიხედვით მემამულეებს აღარ უტოვებენ. ჩაერია ლაპარაკში იოაკიმე აბულაძე, სუქანი და მწითური კაცი. ნორმა თქვენ ქაღალდზე გიწერიათ. 7 ქცევას კი არა, 40, 60-სა და მეცსაც უტოვებთ მემამულეებს. ნახე რა ხდება ქართლში, კახეთში, იმერეთში და ყველგან. მემამულეებს კი არ ჩამოაჭრეს მიწები გლეხების სასარგებლოდ, არამედ პირიქით უმიწაწყლო გლეხები დააზარალეს. ესარჩელებოდა გლეხებს ჭიათურიდან სოფელში ახლად ჩამოსული მუშა მიხა ფრუიძე, ტერეზას აღზრდილი ქალის მაროს ძმა. მენშევიკები თვითონ თავადები და აზნაურები არიან. ისინი მიწას შენ მოგცემენ? ჩაიქნია უიმედოდ ხელი აბესაძემ. მოედანზე სხვა ხალხი ირეოდა. გლეხები აქეზებდნენ ჯარისკაცებს, აგინებდნენ მთავრობას და აშკარად იმუქრებოდნენ. მილიციელნის დუმდნენ. მეორე დღეს იოაკიმე აბულაძე ქუთაისში წავიდა და სამაზრო კომისარს განუცხადა: მიწის საკითხის გარშემო კარისმერეთსა და ახლობელი სოფლების გლეხობაში დიდი მღელვარებაა, რომელსაც შესაძლოა აჯანყებაც მოხვეს. კარისმერეთი შორს მოიტოვა კორნელიმ, ხელე გაიარა, იქვე ბუმბერაზი არყისხე იდგა. ლითონის თხელი ფურცლებივით მკვრივი და მაგრად შეკრული ვერცხლისფერი ფოთლები ცახცახებდნენ და შრიალებდნენ. მხედარმა ახლად გახედნილი გრძელ ფაფარიანი კვიცი შეაჩერა. თითქოს ისიც ყურაცქვეტილი ისმენდა ასლოვანი არყის შრიალსო. არყის ქვეშ დედალი ინდაური მიდიოდა ჭუკებით. ღალღის ოდენა ნაცრისფერი ჭუკები სწრაფად აბიჯებდნენ ბალახში ჩხირივით პატარა შავზოლიან ფეხებს და უმწევოდ ჭუკჭუკებდნენ. ქორი როგორ შენიშნავდა დიდი სიმაღლიდან, ვეება დედამიწის ზედაპირზე მოფუსფუსე ამ უჩინარ წერტილებს, მაგრამ ინდოური წარბაზიდული შიშით და გაოცებით გასცქეროდა ცის უსაზღვრო ტატნობს. ირგვლივ მიუწვდომელი და მოუთხრობელი დუმარება სუფევდა.
უცბად ინდაურის წითელი და მოლურჯო ჩიჩახვი ბაყაყის ლაყუჩებივით დაიბერა. ინდაურმა კულიდან გადმოღვრილი ღვინის მაგვარი ხმა გამოსცა, კულკულაო და გაიქცა. ჭუკები დაფრთხნენ. კორნელიმ შევარდენი დაინახა. იგი არყის ხეზე შემოჯდა. აგოია ცხენიდან ჩამოხტა. კომბლის მსგავსი მოკლე ჯოხი აიღო და შევარდენს გასტყორცნა. გადაფრინდა ფრთამარდი ფრინველი. ფრთები დაარწია, მერმე გაშალა და თისკენ წერტილივით მიიწურა. კომბალი ასკილის, მაყვლისა და კურკანტელის ბარჩი გადავარდა. არყის ხე ნამინდვრალის ახლოს იდგა. ჯაჯანა მანჯავიძის ვენახის კიდეზე. ზიანი დღე იყო, ცა სარკესავით სუფთა. კორნელი ისევ ყურს უგდებდა უმძაფრეს სიჩუმეში არყის ხის ფოთლების შრიალს. შორს, სოფელ ზედაზენსა და სარკოიას იქით ლამაზ გორაა. გორა მაღალი, წყავის წვერი და საირმე. ამ თებს გასცქეროდა კორნელი. შევარდენმა წყავის წვერზე მომხდარი შემთხვევა მოაგონა. ამ 5 წლის წინ კორნელი იონასთან ერთად მოგზაურობდა. მაღალი მთის წვერიდან მზის ამოსვლა უნდა ენახა. იონა ბუნების სილამაზის მოტრფიალე ადამიანი და თასვლელი იყო. ღამე ალისმერეთში გაათენეს, იმ ვარაუდით, რომ გათენებამდე ასულიყვნენ წყავის წვერზე, საიდანაც მზის ამოსვლის წარმტაცი სურათი იშლება. ალისმერეთიდან კარგად მოსჩანდა შუბივით აწვდილ მთაზე კოცონი. იგი წარმართთა ცეცხლივით კიაფობდა მთელ ღამეს. იონა და კორნელი ბილიკებს შეხვდნენ და მზის ამოსვლამდე მიაღწიეს კიდეც წყავის წვერს. მთის წვერზე დეკა, ღვია, ეკლიანი ბუჩქები და წყავის მწვანე შქერი გაშლილიყო. აღმოსავლეთით წითელი ზოლი ფართოვდებოდა, საღვიო და ცეცხლი ეკიდებოდა. მზე შორეული ხევიდან სადღაც ქვემოდან ამოდიოდა, თითქოს ძოწეული ზღვიდან ამოგორდაო. ავარვარებული ვეება ბურთივით ხტოდა, თამაშობდა და ლაპლაპებდა. იონა და კორნელი ამ სურათის ჭვრეტით მოიხიბლნენ. წყავის წვერიდან დაეშვნენ. ალპიური საძოვრები ჩაირბინეს. ტყეში შევიდნენ, მერმე სოფელ ალისმერეთს დაადგნენ თავზე. ტყეში 1000 ფრინველი ჟრიამული ისმოდა, ზოგი მათქანი შვილო გოგიას და ზოგიც კაფე თესეს იძახდა. ალისმერეთში ჯანიანი მუხის ტყეა მიფენილი, ზევით მაღალ მთებზე კი წიფლისა და ურთხმელის ხშირი ტევრები. იქ ნახავთ აგრეთვე უხამ ხეებს, ხიოჭიტანის კვირჩხებს, რომელთაც მოხუცი გლეხის წვერულვაშივით დაკიდნია ნაცრისფერი ხავსი და ცხენი კუდა. მზის ამოსვლის მერმე ჩიტთა ჟრიამული გალობა შეწყდა და თაში გულსაკლავი სიჩუმე ჩამოვარდა. ხანდახან თუ გაიგონებდით ფერად ჯუბიან დაუდგრომელ კოდალას ბოხკაკულს. ძელქვისა და წიფლის ტოტებზე კოდალა ნისკარტით ჩიჩქნიდა ხის ქერქს და ჭიას აძვრენდა. ალალმა ჩამოუქროლა და საირმესკენ წაიღო, სადაც აგოიას მსგავსი ყმაწვილი მწყემსავდა ბატონის ნახირს. მწყემსმა კომბალის ტყორცნა მის თავზე გადავლებულ ალალს და კოდალა გააგდებინა. კოდალა დედამიწაზე დავარდა და ბალახი ალისფერი სისხლით დანამა. გამხმარ ფიჩხს ჩასჭიდა ბრჭყალები, ზედ მაგრად მიეჭდო. თავს უშველიო ფიქრობდა და როდესაც მწყემსმა აიყვანა, გულშემზარავი ჭყივილი მორთო. თითქოს ყელი გამოსჭრესო. კორნელი მიირბინა, მწყემს ფრინველი გამოართვა. ალალს მახათივით ჩაერჭო კოდალასთვის თავში ნისკარტი. კორნელის მუჩში
საშინლად ზგერდა და ფართხალებდა ჯერ კიდევ ცოცხალი პატარა ჩიტის გული. ნისკარტზე მიწეპებული მკვდარი ჭია შენიშნა კორნელიმ. ძალიან შეეცოდა ფერად ჯუბიანი და ლამაზი ჩიტი. პირველად ჩაუფიქრდა ცნობის მოყვარე ყმაწვილი ბუნების მოვლენათა აზრს და ქვეშეცნეულად წვდებოდა. ძლიერისაგან სუსტი და ჩია ქმნილება განწირულიაო. კოდალას არჩივი ჭია იყო, ხოლო ალალისა თვითონ კოდალა. ამაზე შორს აღარ წასულა მისი ფიქრი და განზოგადოება. კორნელისა და მზის გატრუსული ტიტლიკანა, ჩანთა გადაკიდებული ყმაწვილის ყურთასმენა უცნაურმა ყივილმა დააფრთხო. ცას გახედეს, არწივები იბრძოდნენ. ვეება ფრთებს მოიქნევდნენ, კარგა მანძილზე მოსცილდებოდნენ ერთმანეთს, ირაოს გააკეთებდნენ და მერმე საშინელი ძალით დაეჯახებოდნენ ურთიერთს მკერდით. მაგარ ნისკარტსა და ხანჯალივით ალესილ ბრჭყალებსა და დეზებს სცემდნენ. ციდან თოვლის ფანტელივით მოცვიოდა ბუმბული. კორნელი და მწყემსი ყმაწვილი შეკრთნენ. მეხისაგან ნახშირისფრად გაფატრულ, უზარმაზარ მუხა შეაფარეს თავი. არწივები გადაფრინდნენ. კორნელი მთის ტაფობზე გავიდა. თხეში გაჩრილ, ცივსა და გაშეშებულ კოდალას დახედა. გაფშეკილ ფეხში წაავლო ხელი და შორს გადაისროლა. უმნიშვნელოდ და არარად ეჩვენა კოდალას სიკვდილი ძლიერი და ლაღი არწივების ბრძოლის წინაშე. წყემსმა ჩანთიდან წითელი ვაშლი ამოიღო. ალესილი კბილები თაგვივით ჩაარჭო და ერთიც კორნელის და იონას მიაწოდა. ნახირი შეაგროვა, წიფლის ტყეში შერეკა და რადგან ამ ტყის იქით უფრო გაშლილი და კარგი საძოვრები იყო, იქ გაიყვანა. იონას და კორნელის ჩხიკვთა ჩხავილი შემოესმათ. შემოდგომა იყო. ჩხიკვები კრებდნენ, აგროვებდნენ და ხის ღრუში ყრიდნენ წაბლისა და წიფლის კაკალს ისე, როგორც ალისმერეთის გლეხები თავიანთ ჭირნახულს სასიმინდე ხულა ბეღელში. ყმაწვილობისას ნახული და განცდილი მერმე ასწონა კორნელიმ გონების თვალით, როცა დავაშკაცდა, როცა ჯარში და ომში წაიყვანეს. ეს მოაგონდა არყის ხის ქვეშ გაშტერებულ, ბუნების მშვენიერებით მოჯადოებულ მეოცნებე მხედარს, რომელსაც თავისი მოგზაურობის მიზანი დავიწყნოდა და დედამიწისაგან მოწყვეტა და უხილავი მხარეების ხილვისათვის ცაში შევარდენივით გაფრენა სურდა. წავიდეთ, გვაგვიანდება, შეძახა მიწის მუშა გლეხკაცის შვილმა აგოიამ ქალბატონის გაოცებულ შვილს კორნელის. მაგრამ სანჩო პანსასავით იქვე მდგარ აგოიასაკენ არც მოუხედნია პოეტური ბუნების მქონე ჯარისკაცს. აგოიამ წყალის თხოვა ღობეზე გადმომდგარ გოგოს, მოხუცი გლეხის, ჯაჯანა მანჯავიძის შვილიშვილს. ცოტა ხნის მერე თავსაფრიანი ლამაზი ქალი ჩამოვიდა კიბეზე და ღობისკენ გამოსწია. ერთ ხალში თეფში ეჭირა, ხოლო მეორეში პატარა სურა, თეფშზე ხაჭაპური ეწყო. ჯაჯანას შვილის ლუკაიას ცოლი მიესალმა კორნელის. კორნელი მიცნო იგი. ჩვენ წყალი ვითხოვეთ. ეს რად გინდოდა სალომე? ჯაჯანა და ლუკაია ასე არ გაგიმასპინდლდებოდნენ. გოგონას თხილით სავსე თეფში ეჭირა. სალომემ ჭინჭილაში ღვინო ჩაასხა და კორნელის მიაწოდა. ეს არის ვისაუზმეთ. ღვინის მოყვარული კაცი კი არა ვარ. იპატიჟებდა თავს კორნელი, თუმცა იცოდა უარი შეურაცხყოფა იქნებოდა სტუმართ მოყვარე სოფლელი ქალისათვის. სალომეს ჭინჭილა ჩამოართვა, ტუჩზე მიიდო, ასწია, ლილისფერცა შეხედა და ლიკლიკით დალია ცივი ცოლი კაური.
მერმე ხაჭაპურს კიდე მოატეხა და მოეწონა. პურის ფქვილი ჰქონდა ცოტა შენახული. ახლა ისიც გაგვითავდა. პურს ვინჩივის, სიმინდიც აღარ იშოვება. ჯაჯანა და ლუკაია თავს არ იზოგავენ, მაგრამ წლიდან წლამდე სამყოფი სიმინდი მაინც ვერ მოვიწიეთ. მიაყარა სათნოსახის ქალმა ხაპას ხუპით კორნელის, რომლის ყურადღება ღობესთან დარცხვენით მდგარმა მასპინძლის გოგომ მიიპყრო. იგი 15 წლისა იქნებოდა, თეთრი ფერხორცი და ოქროსფერი დაკვარკვნილი თმა ჰქონდა, მოცისფრო თვალები, ყრივი და აშოლტილი ტანი. შთაბეჭდილებას ვერ ანელებდა ღარიბული ტანსაცმელი და ბალახში დასველებული მისი შიშველი ფეხები. გოგოსთან საუბარი მოუნდა კორნელის, მაგრამ სალომე არათავებდა ლაპარაკს სიმინდზე, მოსავალზე და მაინც შენიშნა. წელს მგონი კარგი პირი უჩანს მოსავალს. დროზე მოვიდა წვიმა. კი, ჩემო ბატონო. წვიმა მონათლა ყანები და აწი თუ გვალვამ არ შეგვაწუხა, მოსავალს ჯერჯერობით კარგი პირი უჩანს და წლის სარჩოც მოგვივა, მიუგო სალომემ. კორნელის მოეწონა ღვინო და როდესაც სალომეს ქალმა, ქეთუამ, მეოთხე ჭინჭილა შესთავაზა, გაუღიმა და ისიც ბოლომდე დასცალა. მადლობა გადაუხადა მასპინძელს და გზას გაუდგა. აგოიას მთელი ხაჭაპური დაეთრია და მადიანად შეექცეოდა. კორნელის თვალწინედგა ახლა სოფლელი გოგონას, ქეთუას სახე. ცოტა ხნის მერმე კვლავ შეაჩერა ცხენი, ქანდაკებასავით გაშეშდა უნაგირზე. კუკური კისერ მოღუნული, გავასქელი, ჩქარად მატარებელი ცხენი იყო. მის აცქვეტილ და პატარა ყურებს შორის ბუმბერაზი მთები მოსჩანდნენ. მხედარი ისევ უცნაურ ფიქრს მისცემოდა. ამ მთის იქით პირველზე უფრო დიდი და მაღალი მთაა. მეორეზე მაღალი მესამეა და ასე მერვე და მეცხრე ყველაზე უფრო ბუმბერაზი თოვლით გადალესილი ზამთარ ზაფხულსაც და ვინიცის. რა ამბავია ამ 9 მთას იქით? მე მოწყვეტილი ვარ დიდ ქვეყანას და მომწყდეული მთათა შორის ჩარჩენილ პატარა ხეობაში. არყის ხის შრიალი ავსებს ამ პატარა არემარეს და ვინიცის რას ამბობს მისი შრიალი. კორნელის ფიქრი თითქოს ვერ გასცდა ამ მაღალ ქედებს. შორს ციხე კოშკების ნანგრევები მოსჩანდნენ. კორნელის ეგონა კუკური რაშივით გადაიფრენდა 9 მთას და ქაჯეთის ციხეში ნესტანს იხილავდა. აგოია ღიმილით შესცქეროდა კუკურის ფეხების ბაკუნს, თამაშს და ხტომას. კორნელი მათრახი მოუქნია. ცხენი ადგილიდან დაიძრა, მოსწყდა. თავკუდი გაიშვირა და გამორიდებულ ყანის პირას ისარივით გაფრენდა. ტერდით მიაპოვდა ჰაერს, მაგრამ ქაჯეთის ციხის ნაცვლად კორნელი პატარა სოფლურ წისქვილთან შეაჩერა.